საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებელი ნინო დათაშვილი 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და მან რუსთავის მეხუთე ქალთა საპატიმრო დატოვა. დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებით სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს შეცვალა და მას 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნის მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნის დააკავეს. მას ბრალად საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ედავებიან. აღნიშნული სასჯელის სახით და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცვალა გირაო 5,000 ლარის ოდენობით. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საოცარი გადაწყვეტილებაა პროკურატურის, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა პროკურატურას, რადგან ის იყო უკანონო დაუსაბუთებელ პატიმრობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას ადამიანს, რომ ყოფილიყო პატიმრობაში და გაუარესდებოდა პატიმრობის პირობებში მისი მდგომარეობა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის 20 ივნისს უკვე ცნობილი იყო. შესაბამისად დღეს დაყენებული შუამდგომლობა მათი მხრიდან ბევრი ვერაფერი ვერ არის, რადგან ფაქტიურად დღეს სხვა გზა არ არსებობდა და ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ პრაქტიკულად სასამართლოში არც კი ჩართეს ნინო, ანუ სურათი არ გამოაჩინეს და მისი წამების კივილი პრაქტიკულად ტკივილისგან კივილი და შეწუხება ისმოდა და პრაქტიკულად ხალხი აგვატირა. და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობა ისეთი მდგომარეობაშია, რომ ძალიან გაჭირდება პირვანდელ სიტუაციაში დაბრუნება. თითქმის გამორიცხული. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენს სარჩელს ქართული ოცნების, ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების 88 დეპუტატი აწერს ხელს. არსებული ინფორმაციით სარჩელი სასამართლოში შესაძლოა დღესვე გაიგზავნოს. საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები 3 ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელო ძლიერი საქართველოსთვის და კოალიცია ცვლილებებისთვის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ. მანამდე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს 2 კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ახალი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ლელო ძლიერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის 13 წლის განმავლობაში. ყოველ წელს ისინი პირდებოდნენ თავიანთ აღმრჩეველს ნაციონალური მოძრაობის რადარებიდან გაქრობას, მათ ვერ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის იდეა პატრიოტიზმის, იდეა წარმატებული ქართული სახელმწიფოს, იდეა ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ეხლა ესეთი ბრუტალური, საკანონმდებლო, რუსულ სტილში ცვლილებების განხორციელება. ოცნების ლოგიკის ამოხსნა არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, argumentიც გუშინ ბატონი პაპუაშვილისგან მოვისმენთ. განსაკუთრებით ეს ეხება ლელოს. საერთოდ ვერ ხსნით რატომ მოხდა ლელო ამ ეგრეთ წოდებულ ასაგრძელ პარტიათა სიაში და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა ლელოს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით და პოლიტიკური გზებით და ზოგადად აკრძალვა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. ამდენი ხმაურის შემდეგ ფაქტობრივად რეესტრიდან რაღაც მონაცემები წაშალეს. იმიტომ რომ თუ პარტიის ნომინალური აკრძალვაა, ეს პარტიები ისედაც არ არსებობენ. არჩევნებში ისინი მონაწილეობას არ იღებენ. ერთ-ერთი ლელო იყო, ვინც ნომინალურად არსებობდა, მაგრამ
ისიც მათ ლიდერები დიდი ხანია მიდის საუბარი, უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. ამიტომ ფაქტობრივად არაფერი არ აუგზავნებთ. იმიტომ რომ თუ ის ხალხი გაერთიანდებოდა ახალ პარტიას შექმნიან, მას დიონ მაშინ ახალ პარტიებს და ყოველთვის აკრძალეთ უარ დაკავდებიან. მოთხოვნილია ზოგიერთ პარტიის საქმიანობის აკრძალვა, ეხება ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას, კოალიციას ცვლილებებისთვის და ლელოს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი ჩვენს რეალობაში. ბრძოლის უნარიანი და თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი ამ კრიმინალების, რომელიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეული, აიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან და ქვეყანაში გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მონოპოლიზირებული კრიმინალებისგან მონოპოლიზირებული პოლიტიკური ველში მათი ადგილი ჩანაცვლეს ჯანსაღი ოპოზიციით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრს რევას სოხაძეს მოусმინეს. სოხაძე პარლამენტში ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიწვია. მანამდე მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძემ სხდომაზე გასცა პასუხი. მინისტრმა გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მაგალითად, მისი თქმით 2027 წლიდან შესაძლოა წყლის ტარიფი გადაიხედოს. მისივე თქმით, სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიის რეფორმას იწყებს. სოხაძე ასევე გამოეხმაურა გუშინ მეათე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მიერ გამართულ აქციას, სადაც ითხოვდნენ, რომ მმართველმა გუნდმა მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე აშენდეს ახალი სკოლა. სოხაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს. ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხის გადახდა. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადაში შესრულება. ტურისტულ ზონებში უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი. 2026 წლიდან აიგრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოში. ჩვენი განხორციელებულ პროექტებს გულისხმობ და მთლიანად გადავალთ მოდიფიცირებულ ასფალტზე, რაც გაცილებით ხანმედეგი პროდუქტი არის. მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვის განცხადებას წარადგენს კომპანია მარეგულირებელ კომისიაში, იმიტომ რომ საქართველოში წყლის ტარიფი ჩვენი კომპანიის ოპერირების არეალში არ შეცვლილა 2011 წლიდან და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უკვე 2027 წლიდან მოხდეს ტარიფის ცვლილება. 2027 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაფარვის არეალში არსებული 58-ვე ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტის შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით. დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებში არსებული ტარიფებისგან, მაშინ როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული ტარიფებით. საპატრიარქოს ეპარქიული კომისია პატრიარქს მიმართავს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს და მღვდელმსახურად გამწესდეს სამების ლავრაში. დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის ხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის ხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოდ ხდომა ვერ შედგა. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით მეუფეშიოს მისი დასჯა აქვს დავალებული. იმ შემთხვევაში, თუ მღვდლობიდან განაყენებენ, ორივე მისი გამარჯვება იქნება, რადგან რუსულ რეჟიმს ებრძვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი მის დასასჯელად მოქმედებენ. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილის მწამებლური ხასიათის დარღვევები. ასევე ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომ დოროთე ყურაშვილი კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს. პასუხს თხოვენ საჯარო გამოსვლების გამო, ეს პასუხის მოთხოვნაც ყოფილიყო საჯარო, თუმცა ამათმა დააპირეს მალულად ეს ყველაფერი, რაც არ არის სწორი, ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა. დასწრებაც უნდა შეეძლოს მრევლს, რადგან
ესენი რაში მამტყუნებენ, ეს მრევლმაც უნდა გაიგოს. ვინ მოთხოვს ჯაღმაიძეს პასუხს იმაზე, რომ მე ბრალს მდებს ძალადობაში? არავინ. ამათ გონიათ, რომ პასუხმოუთხოვნელები არიან. მაგრამ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. მივმართე და დაცვამ თქვა, რომ ჟურნალისტების გარეშე რომ შევიდე, მაგრამ მე ჟურნალისტების გარეშე ნათქვამი მქონდა, რომ არ შევალ. ჩემი საუბარი უნდა იყოს საჯარო. პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით მისსავე მასაჟის სალონში დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და განკარგავდა. დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგისთვის წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით მისსავე მასაჟის სალონში დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს პროსტიტუციის შესანიღბად 2022-2025 წლებში თბილისში გახსნილი ჰქონდა მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.